შავათო რა. შავათო. კითხვა ესეთია. ადამიანს აქ ღვინის მაღაზია. ღვინი მაღაზია. და არის ღვინოები რომელიც არის ვისაუბრეთ. არა უშავს. ჩვენც უკვე დაკიდილი. ხო, აქ ღვინის მაღაზია. აქ ღვინოები უბრალო და აქ ძალიან ძვირფასი ღვინოები. ეხლა ვიღაც თავის მეგობართან მოვიდა შელაპარაკება მაღაზიაში. ეს მეგობარი გაბრაზდა და ამისთვის რო არ წაესვა ყურის ძირში, ადგა და დაუნტრია ღვინოები. დაიწყო ღვინოების დამტროვა და გაიქცა წავიდა. ამ ღვინის მაღაზიის პატრონო დაიწყო ალაგება, ხედავს რომ საკმაოდ დიდი ზიანია მიყენებული. ზიანი დიდია. ანუ ზურფას ღვინოები რაც ხო, ისინი დაამტვრია. რო ალაგა ყველაფერი, მოკლედ ხედავს რომ ზიანი დიდია, მორჩა ალაგებას გადაყარა ეს დამტროები ყველაფერი, მოიყვანა მაღაზია ასე ვთქვი ჭკუაზე. გადის ერთ რამოდენიმე ხანი, არის ცუდი 1 საათი მნიშვნელობა არ აქვს, შემოვარდა ვინ? საგადასახადო. საგადასახადომ დაიწყო ძებნა, შავად ქონდა თუ არა ამას რაღაც ღვინოები. ანუ ღვინოები რომელიც არ ქონდა გატარებული, არ ვიცი მაგას რა. ზუსტად დამტროვლები გაყვა. ბოლო აღმოჩნდა, ეძებეს, ვერსად ვერაფერი ვერ იპოვეს. ანუ დარჩა მარტო ღვინოები, რომელიც იყო გატარებული. ეხლა გაჩნდა კითხვა, ამ ადამიანს გაუჩნდა კითხვა, აქ თუ არა უფლება მოთხოვოს იმ მეგობარს, რომელმაც დაუნტრია ეს ღვინოები, რომელიც ხო ძვირფასი და ანუ ამით გადაარჩინა ეს ადამიანი, საგადასახადო ვერ იპოვა ვერაფერი. აი მომენტ საგადასახადო, ყველაფერი გამჩენია, მაგრამ ეხლა ჩვენ გამჩენმა შენ რომ მოხსა შუხან არუხი, ხო, რომ მეზობელმა შუშა რო გაგიტეხა შეგიძლია თუ ამ მოთხოვო, იმიტომ მოხსა რომ ამ სამყაროს უნდა ერთად მოდი კითხვა მოკითხა დაუნტრო. ხო? ანუ რა, ბოლო გაჩნდა კითხვა, აქ თუ არა უფლება ამას მოთხოვოს იმ ადამიანს, ანუ იმ ღვინოების საფასური, რომელიც დაუნტრია. ბოლო რა ღვინოების ესეთ სიტუაციაში. წინა გაკვეთილზე გველის შემთხვევა. კითხვა არ თუ გავს ის ორი რაღაცა ერთმანეთს. არა. გველის რატო? ნიშნად გამიჩნდა. გველი იყო და ღვინოები. არა. არა, იმას ვიცახი რომ ამის დამტრევა და მასახნასა სხვადასხვა პორტიამეთ. ბატონო, გადარჩენა. იმა რაც დაამტრია, იმისი უნდა გადაიხადოს და ის რაც გადარჩა, ეს გამჩენიდან გადარჩა. აჰა. ჯობდა დაალდებოდი შენ ჯერს. ოკეი. დაშტ და მასახნასთან, ავერიცხოსთან, იმასთან არაფერი კავშირი არ აქვს. просто რაც დაამტრია უნდა გადაიხადოს. ბოლო ამან გადაარჩინა. ეს ღვინოები რო ყოფილიყო, მიიღებდა უდიდეს ჯარიმას. როგორ გადაარჩინა? რო დაამტრია. რომ მასახნას ამის დამტრებული ბუთლები ხო არა აწყო და ხომ არ გასინჯა რა ბუთლები დაინჯა. ზუსტად მაგითო რომ ვერ აწყო და ვერ გასინჯა, ეს გადარჩევ ჯარიმა არ მიიღო. ამასთან ეს შავი საქონელი რო ეპოვათ, რომელიც იყო გატარებული, ეს ხომ მიიღებდა ჯარიმას. ესე იგი, რაც ბუთლები დაინჯა, ზუსტად ეგ იყო შავი საქონელი. ანუ სექციაში წინ რაც იდგა, იმან დაამტრია. მოხდა ეხლა. ფაქტია რომ მოხდა ესეთი რაღაცა. მისტიკა. უნდა გადაიხადოს, მასახნასთან კავშირი არ აქვს, ეგრევე. ყველა მომეთახმება ნახე რაცი. ოკეი, რა სიტყვი ხე? თუ ზიანი ადის იმაზე მაღლა, შეუძლია მოთხოვოს ზიანი ჯარიმას მაღლა ვერ იქნება. ანუ ნაკლები ფული შეუძლია მოთხოვოს მაგის გამო რა. ვისი? რამდენი მოთხოვოს? ნახევარი. ოკეი, ეხლა რა სიტყვი? ოკეი. რა სიტყვი? ვალდებო აქ თუ არა უფლება რომ მოთხოვოს იმ ადამიანს. კომპენსაცია იმას რომ მოთხოვოს მის დაუნტრია ბოთლები რო რაც დაუნტრია გადაიხადა. აქ უფლება? რატო? გველზე რატო თქვით რომ არ აქვს უფლება? გველზე არ იყავი აქ? გველმა რო უკმინა ამ ადამიანს რა ვთქვით? რომ ამ გველის შხამმა გადაარჩინა ეს ადამიანი სიკვდილს, ხო, რადგანაც ჰქონდა დაავადება, სიმსივნე. ეს ვარ, გველმა საზნაძელად აქ ადამიანმა თვითონ საზნაძელად დატეხა რაღაცას. გველმა საზნაძელად მოუგო გველი მიუშვა იმანო, ამანო გველი იმან თავის დაუდევრობით იმ მეგველემ, გველის დამჭერმა რო არ შეინახა, ჩვენ გვიდოდა გვეთქვა რა, რომ ვალდებულია კომპენსაცია გადაუხდა. იმან დაიჭირა და ამოუხდა ეს გველი და არ ამოუხდა, იმას ნუ დაუდევრობის გამო იყო. არ დაიჭირა ისე როგორც უნდა გადატრაშაუდიო, ხო, ადამიანი, რომელსაც აქ ესეთი რაღაცა, რასაც ქვია გველი, იარაღი და დაუდევრად იქცევა,
მაგის მოქმედებას ქვია თვითონ შეგნებულად გაეკეთება. განზრახოში არ ქონია ის რომ გველი დაჭერილი გველი რომ გაქცეოდა და ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინა, მაგრამ სხვა არ ქონია. ოკეი, ხახამლევი რას? ამან კიდევ ზიანი მიაყენა იმითი რომ გაბრაზებული იყო და ადგა თავისი გადაწყვეტილებით დაუნტრია ეს მოთხოვნა. აჰ, უფლება. ლევი რას უფლება აქვს, შეუძლია მოთხოვოს? ბინიამინ რას თქვი? ოკეი. დავითას გადაუტარდა. პასუხი ესეთია. Ramodem brzema oka tu kama poskip. שיש לחייב את המזיק, שגוליה אורו, უნდა დაუვალდებულოთ იმან ვის დაამტვრიაო. בדמי הנזק, მაგრამ ის იმ ზიანს რაც ამ ადამიანმა მოიტანა. ქეივან שבשעה ששבר რადგანაც იმ მომენტში, როდესაც ამ ყველაფერს ამტვრევდა, რა მოხდა ამ მომენტში, მიიღო თავის თავზე რა ვალდებულება ენაზღაურებინა. ხო? უმაში ახალ კარ და რაც მას მერე შემოვიდა, ასე რომ ვთქვათ, საგადასახადო და დაიწყო ძებნა, ანუ ეს ორი რაღაცა ერთმანეთთან არ იყო დაკავშირებული. ხა მოყავს მაგალითი გველიდან არა ცოტა სხვა მაგალითი, ვენზე დომე და ეს არ გავსო შემთხვევასო, რომელიც მოხდა რამოდენიმე წლის წინ, მოხდა ისეთი რაღაც, ადამიანი მივიდა, რომ თავის შვილისთვის უნდა მიეცა მარჯვენა თირკმელი. ბავშვს ჰქონდა რაღაც პრობლემა თირკმელებთან, მამა მივიდა, ანუ ამის მამის თირკმელი შეესაბამებოდა, ასე რომ ვთქვათ, ბავშვის ორგანიზმს და უნდა რომ მიეცა მარჯვენა თირკმელი. ექიმებში მოხდა რაღაც შეცდომა და რომ გაკვეთეს ადამიანი ამოაჩეს მარცხენა თირკმელი. მარჯვენას მაგივრა? ხო. და რომ ამოაჩეს მარცხენა თირკმელი, სანამ თირკმელს გადანერგავენ, ყოველთვის ამოწმებენ რა ხდება, ხო? რო შეამოწმონ რას ნერგავენ. რო შეამოწეს ნახეს რომ იყო სიმსივნე. თირკმელში. ანუ რა, რომ მოხდარიყო და ამოიჭრათ მარჯვენა, რომელიც კარგი იყო, ეს დარჩებოდა მარცხენა თირკმელით, რომელიც იყო ძალიან დაზიანებული, მეტასტაზები წავიდოდა ორგანიზმში და ამ ადამიანის გადარჩენის შანსი არავინ არ საიქნებოდა. სავარაუდოდ იძახენ, ექიმი მოკვდებოდა. ასე გადააჭინეს. გაჩნდა იქ კითხვა, ვალდებულები იყვნენ თუ არა ექიმები, რომ გადაეხადათ ამისთვის, ანუ აენაზღაურებინათ ის, რომ ასეთი შეცდომა დაუშვეს, ექიმებმა თქვეს, რომ არა, რადგანაც რა ჩვენ გვაქვს ვალდებულება ნებისმიერ ებრაელს აქვს ვალდებულება გადაარჩინოს მეორე ებრაელი, ანუ რა, ყველა ებრაელზე იყო ვალდებულება ამოიჭრა ამისთვის რა, მარცხენა თირკმელი, რადგანაც იყო რა, სიმსივნა, ანუ იქ იყო ბომბა, რომელიც მაგრამ არ იცოდნენ ეს გამჭერმა ჩაუდო თავში და გააკეთეს. ბოლო გადაარჩინეს. იზახის ბრძენი ამ შემთხვევას არ გავს. ეხლა გავს თუ არა გველის შემთხვევას? არა. გველის შემთხვევაში რა მოხდა? რადგანაც გველის შემთხვევაში წინა გაგუთოზე რა ვთქვით, როდესაც გველმა უკბინა ადამიანს, შხამმა რა გააკეთა, მყისიერად დაიწყო მოქმედება და ამ სიმსივნის მოკლა, რომელიც ხო ამ ადამიანის ორგანიზმში, ხო? ანუ რა, ზიანი და გამოკეთება, ასე რომ ვთქვათ, სიკეთის მოტანა ერთდროულად იყო. აქ ამა რომ დაამტრია ეს ღვინის ბოთლები, არ იყო დაკავშირებული ვიღაც მოვიდოდა. ასე რომ ვთქვათ, ჭყალებში, ჩვენ როგორც შალობიძე ამბრძანა, ჩვენ არ გვჯერა რო არის შემთხვევითობა, ასე ვთქვათ, კეთილი შემთხვევითობა მოხდა, ხო? ანუ გამჩენმა გამოუგზავნა ამას ეს ადამიანი, რომ დაუმტვრევდა ამ ბოთლებს, მე ამასთან აუნაზღაურებდა და თან იმ ადამიანს რა გადაარჩენდა რისგან, გადაარჩენდა ზედმეტი გადასახადი. ანუ აქ და რა ვსწავლობ, ადამიანი რომელიც აკეთებს, ბინიამინ, ადამიანი რომელიც აკეთებს ზიანს, ავტომატურად იღებს თავის თავზე რას, ვალდებულებას, ზიანს რომელსაც აყენებს, ამას დაამთავროთ, ზიანს რომელსაც აყენებს, უნდა აანაზღაუროს საწყინება გადასახდელი, ხო? ანუ ყოველ მოქმედებას აქვს თავის ფასი და ყოველ მოქმედებას აქვს, ასე ვთქვათ, თავისი ადგილი. შეუვატო. შეიძლება ერთ შეკითხვა. რა თქმა უნდა. რა თქვენები